საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანულ ტელეარხთან ისაუბრა. აღინიშნა, რომ გარკვეულ ძალებს სურდათ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნილიყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვაზე უარი თქვა, მას გარკვეული ძალები დაუპირისპირდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე შეერთებულ შტატების მოქმედ ადმინისტრაციაზე. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას. ეს პროცესები ახლა არ დაწყებულა, უკვე რამდენიმე წელია. აქტიურად წარიმართება ასეთი პროცესები. ჩვენ ასევე ვიხილეთ ძალიან აქტიური ჩარევა ჩვენ საარჩევნო პროცესებში. გარედან რაც პირისპირდება რა თქმა უნდა სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ძალებს სურდათ ომი ჩვენს ქვეყანაში, სურდათ რომ საქართველოს გამხდარიყო მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ გადავდგით ასეთი ნაბიჯები. და როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა აქვთ სურვილი რომ დაგვსაჯონ ამისათვის, თუმცა რეალურად მათი რესურსები არის ძალიან შეზღუდული. სამწუხაროდ ამ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე მოქმედ ამერიკულ ადმინისტრაციაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხდება ამერიკის პრეზიდენტი, ვფიქრობთ, რომ მიდგომები შეიცვლება, ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ეს მიდგომების სრულება უნდა ისახოს ასევე ევროკავშირზე. ამიტომ გვაქვს ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინები, ასევე ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება და უკრაინაში ომის დასრულების პირობებში რეალურად ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად დამშვიდდება მთლიანად ჩვენი რეგიონი და მოიხსნება არსებითად წლენხი ჩვენს ქვეყანასაც. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს ცლად ისაუბრა. განმარტა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არის გარკვეული საკითხები, რასაც ევროპული სტრუქტურები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისათვის იყენებენ, რასაც ხელისუფლება ვერ დაუშვებს, მაგრამ თუ ევროკავშირის საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესს გახსნის, საქართველოს მთავრობა დოკუმენტს ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს. ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის რეალური. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებებსაც ვასრულებთ, არის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ვალდებულებები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ჩვენ თქვით, რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გამოიყენება შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევროპული სტრუქტურები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იყენებენ კონკრეტულ საკითხებს შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკების გახსნას კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში. ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება, უბრალოდ არავის და ვერავის ვერ მივცემთ კონკრეტული საკითხების შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. არ შეიძლება მუდმივად შანტაჟის ქვეშ აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. ჯერ იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც გამოიყენებოდა ასეთი შანტაჟისთვის წელიწადნახევრის განმავლობაში, ახლა არის მოლაპარაკების გახსნის საკითხი. შანტაჟის ნაცვლად ჩვენ ვითხოვთ საქმეს და ჩვენ საუბრობთ საქმეზე და სწორედ ეს საქმე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვალდებულების შესრულებას აუცილებლად განვაგრძობთ. სალომე ზურაბიშვილის როლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუს დროს ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ცდილობდა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის განმარტებით 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა და როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მას პენსიაზე გასვლა მოუწევს. სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიღებას, განსაკუთრებით ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის
ეროვნულ ინტერესებს, თუმცა მადლობა ღმერთს საქართველოს იყო და არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად პრეზიდენტს ბევრის დაზიანება არ შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. 29 დეკემბერს იწურება საბოლოოდ მისი უფლებამოსილების ვადა და რა თქმა უნდა მას მოუწევს პენსიაში გასვლა, ეს არის და ეს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ოპოზიციის სიცრუეზე აგებული საპროტესტო აქციები იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის მეთაურმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებზე 9 ოპოზიციური პარტია დაამარცხა ოპოზიციას და მათ პატრონებს არსუთ შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას. ჩვენ ამ არჩევნებზე მივახციეთ ძალიან შთამბეჭდავ გამარჯვებას, ავიღეთ ხმების 54%, ჩვენ მივიღეთ 1,100,000 ამორჩევლის ხმა. ეს მოლოდინი ჩვენ გქონდა, გარკვეული ინფორმაციაც გქონდა, ასეთ სამზადისთან დაკავშირებით, კონკრეტულ ძალებს არ სურდათ შეგვეებოდნენ არჩევნებში დამარცხებას, კიდევ ერთხელ გულისხმობ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მოქმედ ძალებს და ისინი ემზადებოდნენ ამისათვის. ჩვენ 28 ნოემბერს გავაკეთეთ განცხადება, რასაც მოუყვა ეს პროტესტი. ჩვენი განცხადებაც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული კონკრეტული მედია საშუალებების მიერ და სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული, ასე ვთქვათ, საპროტესტო ქმედებები ოპოზიციას და მათ პატრონებს არ სურდათ შეგვეებოდნენ არჩევნებში დამარცხებას. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ძალები ემზადებოდნენ ძალადობისთვისაც, მაგალითად პიროტექნიკა გამოიყენებოდა აქტიურად ამ ძალადობისთვის და რომ ავიღოთ ჩვენ ნოემბრის პერიოდი, ნოემბერში შარშანდელ ნოემბერთან შედარებით 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ძალები იმარაგებდნენ კონკრეტულ მასალებს ძალადობისთვის. ასევე ხდებოდა სხვა საშუალებების მომარაგება. ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლ ქვეშ აყვანა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. თუმცა 4-ვე ჯერზე ჩვენ ამას დაუპირისპირეთ პროპორციული ძალა და ყველა ეს მცდელობა იქნა განეიტრალებული. აქაც აბსოლუტურად ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მზად არის სახელმწიფო სისტემა იმისათვის, რომ ნებისმიერ ასეთ მცდელობას დაუპირისპირდეს, უფრო მეტიც. თანდათანობით ისე მიდის პროცესები, რომ პრაქტიკულად უკვე მომავალში მთლიანად შეგვიძლია გამოვირიცხოთ ასეთი მცდელობებიც კი. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის პროგრესზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა. პრემიერის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში 9.8% შეადგინა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.